პრეზიდენტი და დამფუძნებელი ქალბატონი ნაილა სასიამოვნო ძალიან სასიამოვნო ჩვენ საზოგადოების აქტიური წევრია აკადემიკოსი მინდა თუმცა მადლობა გადაგიხადოთ და მოგახსენოთ რაოდენ ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან. It's my pleasure. ჩვენთან არის ეხლა პატარა ორგანიზაცია თითქმის იმაშუა, მაგრამ მე იქ ვარ საპატიო პრეზიდენტი. Nous avons aussi une petite organisation dont je suis la présidente d'honneur et le parlementaire de chance. Et il s'appelle donc le foulard blanc. აქ პატარა აღსანიშნავად მოგახსენებთ. Donc quelques საქართველოში იყო ასეთი ადათ-ჩვეულება. Et en Géorgie, il y avait une tradition. ორი იბრძოდა და ქალი მოიხსნიდა რაიმე თასაფასად ჩააგდებდა მამაკაცები წყვეტდნენ ომს. ეს კანონია, სირცხვილი იყო. მამაკაცი თუ არ გაჩერდებოდა და არ ჩააგებდა ის მაშინ შეცვლილი იყო. S'il ne s'arrêtait pas. ნუ საკმაოდ უნდა იყო, რა თქმა უნდა მე-20 საუკუნეში არიდე. ამ კონფლიქტის შესახებ ზოგმა კარგად იცის რა შეესახმეს, ზოგმა შეცდომით იცის. Parce qu'il y a des informations, si vous voulez, les gens qui sont bien informés, il y a les gens qui sont pas très bien informés. Donc il y a quand même des და როცა იქ ძალიან დიდი ომი იყო, ესე იგი ქალები შეიკრიბენ 2000 ქალი. Et pendant la guerre en Abkhazie, il y avait 2000 femmes qui se sont rassemblées pendant cette guerre. მოაწყეს სახალხო აქცია. Donc ils ont réalisé une action populaire. და მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ამ აქციის მონაწილეთაგან თითქმის მეოთხედი ჩაჯდა მატარებელში და წავიდა ფრონტზე. Et donc il s'est passé une chose qu'un quart de participants de cette manifestation s'est mis dans le train et ils sont partis carrément dans la guerre. ეს იყო იცით განწირული ადამიანების რაღაცა მოქმედება, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იმისთვის გააჩერონ ომი, გააჩერონ ცეცხლი და აი ქალები წავიდნენ, რომ მისულიყვნენ ფრონტზე და როგორმე შეიძლება ამას ემოქმედა მათზე. არ გაუშვეს იქით და სწორადაც გააკეთეს, იმიტომ რომ აფხაზები იყო თუ იმ წუთში აღტყინებული და რაღაც აი სიძულვილით და რაღაცით შეპყრობილი ეს ხალხი ალბათ ამ ხალებსაც ამოჟუჟავდა. ჩვენი საზოგადოებაც მშვიდობისათვის პირველად ერქვა მარტო მშვიდობისათვის. Notre organisation elle était appelée d'abord donc l'organisation pour la paix. მას შემდეგ რაც მე გავხდი პრეზიდენტი Après que madame Shevardnadze est devenue la présidente. მას მიუღადეთ მეორე ნაწილი ჯაჭვურისათვის. Alors l'association pour la paix et la vie. ეხლა მე რო გითხრათ ეს ორგანიზაცია რას აკეთებს? ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. Bien sûr que cette organisation s'occupe de beaucoup d'activités. ეს არის ეკოლოგია, ეს არის ჯანმრთელობა, ძირითადად ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური პირობები, l'éducation, les conditions sociales, კონტაქტები, les contacts. 2-3 კვირის წინ Il y a 2-3 semaines de cela. უფრო სწორად საახალწლოდ მოვინახულეთ ჩვენ ესე იგი ბავშვთა სახლი თბილისში ერთი მოვინახულეთ ჩვენ შეფობას უწევთ ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა cliniques, on est allé voir des enfants qui sont malades de leucosite donc dans un hôpital et nous sommes les chefs. Ხოლმე ეგ მოგვეხმაროთ რომ პატარა უდედმამო ბავშვები საფრანგეთის ოჯახებმა ეგ იშვილონ არა მაგას ჩვენ ვგზავნებთ. On interdit. Ça c'est interdit. Notre organisation lutte contre ça. Bon, oui, je voulais savoir, c'est ça. იცით რა შეესახმე მე გეტყვით იმიტომ ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გვაქვს ახლა მაგას გადავიტარეთ და კიდევ გადავიტარეთ საქართველოში ბევრია უშვილო ოჯახი თქვენ წამიგეთ რიგში დგას 12000 ოჯახი და ჩვენ აი ამ კონფლიქტის შედეგად ძალიან დიდი გენოფონდი დავკარგეთ on a perdu un génofond carrément à cause de ça მშობიარობა შემცირებულია იმიტომ რომ მდგომარეობა ხელმოკლედ ცხოვრობს ხალხი გარდა მაგისა ბევრი სტრესი გადაიტანა ხალხმა très mal parce qu'il y a eu pas mal de stress. ამიტომ ჩვენ ვთვლით რომ ჩვენ მოვუაროთ ჩვენ ბავშვებს თვითონ. Nous considérons quand même qu'il faut que nous pour s'occuper de nos enfants. C'est une fion. ჩვენ არ აყვავს ახლა დასაკარგი გასაშვები ბავშვები არ აქვს. Nous n'avons pas les enfants à perdre. Oui, oui, non, non. Alors là, non, je pensais que vous aviez des problèmes justement parce qu'il y avait trop d'orphelins. Je croyais que c'était ça. არა, ახლა სააგენტო 5 მილიონიან ქვეყანაში 7 სააგენტოა გახსნილი შვილობისთვის. Et ici nous avons
dans un pays qui compte 5 millions d'habitants, 5 millions d'habitants, nous Outre avons les 5 agences étrangères pour adoption d'enfants en Géorgie. Mais nous luttons თუ contre ça. ბავშვი საქართველოში ვერ გადარჩება და ძალიან მძიმეა და მიყავს ვიღაცას გადასარჩევად, ამ შემთხვევაში ჩვენ მას ხელს არ Et შეუშვით. d'autres choses, c'est si l'enfant est mourant ou malade et quelqu'un l'amène pour le sauver, c'est autre chose. Voilà, on peut c'est l'amener. oui, c'est aussi dans ce domaine-là. Moi, c'était pour le bonheur. Moi, c'était plus pour le bonheur d'un enfant. C'était pas du tout pour le subtiliser. Donc, on peut peut-être essayer sur le plan médical de faire des structures d'accueil pour les aider peut-être. Par exemple, au niveau de la tuberculose et tout, de les faire venir en montagne, ça c'est possible. Non, mais le programme est vaste. Il y a ჩვენ ალბათ კიდე შევხვდებით ეს გარეთ. On se rencontrera.